სპეციალურად ოლიმპიური ფესტივალისათვის ბიათლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, ასევე 3,5 კილომეტრის სიგრძის ტრასა მოეწყო. რამდენად გახდის ზამთრის კურორტს კიდევ უფრო მიმზიდველს ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე რა ღონისძიებები ჩატარდება თვის ბოლოს სვანეთსა და გუდაურში. მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის ჩვენი სტუმარი, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე არის ჩვენი სტუმარი. საღამომშვიდობის ბატონო ირაკლი. საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი ტურნირების ჩატარების გამოცდილება. წლიდან წლამდე ვითარდება ინფრასტრუქტურა, თუმცა წელს პირველად ბიათლონის მოედანი და ახალი სამთო-რბოლის ტრასა შეემატა ბაკურიანს. რა სამუშაოები ჩატარდა იმისათვის, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ყოფილიყო ახალი ინფრასტრუქტურა? ბაკურიანი კიდევ ერთხელ მას მისდევს მასშტაბურ ღონისძიებას. ბაკურიანი 25 არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, ამისთვის დიდი ენერგია და მასშტაბური პროექტები განხორციელდა მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, მოწყობილი არის როგორც ბიათლონის ტრასა და აღდგენილი არის, ასევე ზუსტად იმ ტრასებზე, სადაც 2023-ში ჩემპიონატები და დისციპლინები ჩატარდა, იმავე ტრასებზე დიდოლის არეალში განხორციელდება ჩემპიონატი ჩატარდა. დღეს იყო ოფიციალური დღე გახსნის და ხვალიდან უკვე შეჯიბრებების ნაწილი დაიწყება კონკრეტულად ბაკურიანში. ბატონო ირაკლი, გათოვლიანების სისტემის გამოყენება თუ გახდა საჭირო წელს? გათოვლიანების სისტემა არის ზოგადად სტანდარტი საერთაშორისო ჩემპიონატების დელეგატების მხრიდან არის ასე ვთქვათ ზუსტად იმ პარამეტრებით მოწოდებული თუ გარკვეულ დისციპლინებში რამდენი კუბატურის თოვლი უნდა დაიყაროს. შესაბამისად გათოვლიანების სისტემის არქონის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ესეთი მასშტაბური საერთაშორისო ჩემპიონატების ჩატარება. გასაგებია და საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი ტრასები ტურისტული თვალსაზრისით და ზოგადად ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგალითად რამდენად დაიტვირთება ბიათლონის ტრასა ჩვეულებრივ ზამთრის სეზონზე? ზოგადად სიახლეები, რა თქმა უნდა, ამაზე ვიზიტორები, რა თქმა უნდა, ისარგებლებენ ამ ტრასებით, არა მხოლოდ ზაფხულში, არა მხოლოდ ზამთარში, არამედ ზაფხულში, შესაბამისად, ეს იქნება სწორედ რეკრეაციული არეალის შემდგომში. მე მინდა კითხოთ სხვა ღონისძიებებზეც. წლევანდელი სეზონი საკმაოდ დატვირთულია შეჯიბრებებით. გუდაურში თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ რიცხვებში გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სკი-ქროსის, ასევე სნოუბორდ კროსის დისციპლინებში. რა მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება გუდაურის ტრასებზე? გუდაურში ჩვენ უკვე ხელოვნური თოვლის წარმოება დაწყებული გვაქვს, ტრასების მზადება სუმალე დაიწყება, ტექნიკურად მზადება მიმდინარეობს და ვემზადებით მარტის პირველი და მეორე კვირას, რომ უმასპინძლოს საქართველოს მსოფლიო თასებს სკი-ქროსს და სნოუბორდ კროსში, როგორც თქვენ აღნიშნეთ. რაც შეეხება სვანეთს, ფრირაიდის მსოფლიო ტური იმართება 22 თებერვლიდან. გახდა თუ არა ამ შემთხვევაში საჭირო ინფრასტრუქტურაში რაიმე ჩარევის განხორციელება? სვანეთში ფრირაიდ ვოლტურის მასშტაბური ღონისძიება არის, რომლის ასე ვთქვათ ოფიციალური გახსნა არის 22 თებერვლიდან 1 მარტამდე არის ეს ღონისძიების ოფიციალური მხარე. ერთ ყველაზე საუკეთესო ამინდის დღეს გაიმართება ეს ჩემპიონატი. როგორც ინფრასტრუქტურა მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპებს და ასევე ბაკურიანში ამ ჩემპიონატს ჭირდება აბსოლუტურად სხვა ტიპის ღონისძიება არის, ამიტომ ამას არ ჭირდება ეს მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა, თუმცა იქ სხვა სირთულის ლოჯისტიკური სამუშაოები არის და შესაბამისად ამას თავისი გამოწვევები და თავისი სირთულეები ახლავს. რასაც აბსოლუტურად მზად ვართ, იმიტომ რომ ეს არის მეორე გამოშვება და ჩვენ უკვე გამოცდილება დავაგროვეთ იმისი, რომ წარმატებით უმასპინძლოთ სვანეთის ჩემპიონატსაც. ახლა ბოლოს მინდა კითხოთ გოდერძის კურორტთან დაკავშირებით, როგორია წლევანდელი სეზონი და კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება? გოდერძი წელს ნამდვილად ისტორიულად დატვირთული არის, სწორედ იმ ინფრასტრუქტურაც, რაც გოდერძის გარშემო შეიქმნა, თუნდაც ის გზები, გაზარდა კურორტზე აქტივობა. წელს შეინიშნება სასტუმროები, სწორედ კერძოდ ეს თავარი სასტუმროები დატვირთული არის და ყველაზე გრძელი სეზონი არის გოდერძიზე, იმიტომ რომ დაწყებაც და დამთავრებაც ხანგრძლივი არის უხვი ნალექის გამო. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. ფესტივალი გახსნილია, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ სპორტსმენებს. მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე იყო ჩვენი სტუმარი. და დღის